მოგესალმებით, მე ვარ ჯენი, ვსწავლობ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის ბოლო კურსზე. ახლა მუშაობაც კი დავიწყე აქ, სწორედ ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიკა, ჩვენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცეს შესაძლებლობა ჩვენს ფართო ინფრასტრუქტურაში მიიღონ საქმიანობის პირველი გამოცდილება. ახლა მინდა მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ რატომ ჩავაბარე აქ, რას ნახავთ აქ ისეც, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. დავიწყოთ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ყველაზე სერიოზული სპეციალობით. ეს არის პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. ყველაზე სერიოზული იმიტომ, რომ აქ სწავლობენ მომავალი დიპლომატები და პოლიტიკოსები. ისინი აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდული პარლამენტის საქმიანობაში, მართავენ კონფერენციებს და სემინარებს. აქ გეძლევა სტუდენტს შესაძლებლობა შენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება მოახდინო. მოხარული ვარ, რომ აქ ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც არიან მომთხოვნები, თუმცა ამის მიუხედავად ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობას. პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში და ასევე იმას დავამატებთ, რომ წარჩინებული სწავლისთვის მე აქ მეძლევა სტიპენდია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სტუდენტები, რომელიც წარმატებით ამთავრებენ საერთაშორისო ფაკულტეტს, კონკურენტუნარიანი არიან ქართულ დასაქმების ბაზარზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტს რეგულარულად სტუმრობენ უცხოელი ლექტორები, რომლებიც თავის ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გადის სემესტრს. ეს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში ხდება და ყველა წარმატებული სტუდენტისათვის უფასოდ არის შესაძლებელი. იმ პროფესიაზე, რომელზეც მე ვსწავლობ, ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია. დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. თავადაც ხვდებით, რომ ეს პროფესია, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ გამოცდილებას. ამიტომ უნივერსიტეტში სწავლისა სავსე და დატვირთულ პროგრამასთან ერთად მნიშვნელოვანია თუ ვინ გვასწავლის. ჩვენთან ლექტორთა უმრავლესობა პრაქტიკოსია და წამყვანი ორგანიზაციების PR სამსახურში მუშაობენ. შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ საგნები ცოცხალი მაგალითებით შევისწავლოთ. პრაქტიკასთან ერთად თეორიაც აუცილებელია. ჩვენ სწავლობთ მსოფლიოში არსებული სახელმძღვანელოების უახლესი გამოცემები. არ არის გასაკვირი, რომ ყოველწლიურად ჩვენთან უამრავი მსხვილი კომპანია მოდის კადრების ასაყვანად, ამიტომ თითქმის ყველა კურსდამთავრებული დასაქმებულია. ვის არ აინტერესებს ადამიანის რთულ ხასიათში გარკვევა, სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მისი მართვა, ამას შეისწავლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესია ფსიქოლოგია. ჩვენთან ამ დარგში საკმაოდ ამბიციური პროგრამა არის შედგენილი. საუკეთესო პროფესურა კი მის სრულყოფილ მუშაობას უზრუნველყოფს და აქაც რაღა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს, უნივერსიტეტი გვთავაზობთ იმდენად მრავალფეროვან პროგრამას, რომ აღარ გვიჭირს ავირჩიოთ სწორედ ის მიმართულება, რომელიც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თეორიული ცოდნის გარდა უნივერსიტეტი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ პრაქტიკული გამოცდილება. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის პრაქტიკული კურსი, რომლის დროსაც დავდიოდი საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში. სხვადასხვა მეთოდების მიხედვით ვახდენდით მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ დაკვირვებას, ხოლო ხელმძღვანელთა შეთანხმების მიხედვით გაკეთდა რეკომენდაციები მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. საქართველოს უნივერსიტეტი სწავლების პარალელურად აწყობს საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და მრავალფეროვან ტრენინგებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვიღებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას. ეს ადგილი კი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი უნივერსიტეტისთვის არის ცნობილი და საყვარელი. ეს არის ჩვენი სატელევიზიო სტუდია. როგორც ხედავთ, ის ყველა თანამედროვე სატელევიზიო სტანდარტის დაცვით არის მოწყობილი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არსად სხვაგან ამდენი საშუალება მომავალმა ჟურნალისტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება არ მეგულება. როდესაც რუსთავიურმა კასტინგი გამოაცხადა, მე შესაბამისად მომზადებული მივედი. დღეს კი მე მისი თანამშრომელი ვარ. რამდენი ღამე გაგვითენებია აქ ამ სტუდიაში, მაგრამ ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება. ამ სტუდიაში ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო გადაცემებს ვწართ. ვიწევთ ცნობილ ადამიანებს, რომელთა აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის კონცეპტუალურია. რასთავარი ისინი აქ მობრძანებაზე უარს არასოდეს გვაუბნებიან. აქ ყველაფერი ჩვენ ვარ, ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, ჩვენ შეგვიძლია იდეა საბოლოო პროდუქტამდე მივიყვანოთ. თანამედროვე ჟურნალისტისთვის საჭიროა რომ იცოდეთ ეს ყველაფერი. მე მგონი ზოგ ტელევიზიაში არ მუშაობენ იმდენს, რამდენსაც ჩვენ ვშრომობთ აქ. ვეთანხმები და ამიტომაცაა ყველა ტელევიზიაში, ბეჭდურ მედიაში თუ სააგენტოში ჩვენი კადრი რეალიზებული და სასურველია. ეს ძალიან მოკლედ, უფრო ვრცლად ჩაბარების შემდეგ. ჩვენ ვიღებთ კარგებს და უშვებთ საუკეთესოებს. შემოგვიერთდით.